კონტროლებელი შუქნიშანი. სიჩქარის შეზღუდვა 80 კმ/სთ. შემოვედი ლონდონში. ეთყობა იქი ძალიან საცობებია და 3 ნავიგაციიდან, 1 ამ ტელეფონში და 2 იქ, მოგეთ ყველა სხვადასხვას მიჩვენებდა ატომ. წინ არის სიჩქარის კონტროლებელი შუქნიშანი. და რატომღაც ლონდონის გზა ავირჩიე. თქვენ მაინც გაჩვენებთ სხვა თუ არაფერი, თორემ მალე მაინც ვერ მივალ როგორც ჩანს რა. აი ლონდონი. აი სულ ლონდონია ახლა რა. დაჟე მეტია ლონდონი კიდე აი ეს სულ ლონდონია ეს. და მე გავდივარ ახლა ესე წარმოიდგინე რა. დიდად არ მიყვარს ლონდონში სიარული, იმიტომ რომ აი ახლა ვერ გავეტევი აქ ნახეს როგორ დგას, მაგრამ ბევრი შუქნიშნებია, ბევრი გადასასვლელებია. და სანახაობაც ეხა ტრაილერით რო დადიხარ, სანახაობას ტრაილერით ისეთი არაფერი არაა. აჰა, მან კიდე წააბუქსავა. წასვლელებული როა. აი, გავიდეთ ნახოთ აბა ლონდონს. KFC. აი ეს მოსახოვებია კიდე თუ იქით მაქსიმალურად არ გადახვედი, სადაც სულ მანქანები დადიან. მე უკვე აქ ძალიან სკიპზე გადიხარ რა. აჰა, მე ჩაუხახუნე ბორდიულებს და. Съезжайте с перекрестка с круговым движением. ლონდონი და საცობი ეს შეულებრივი ამბავია. სიჩქარის კამერა. ყველა შუქნიშანს. სიჩქარის შეზღუდვა. ჩვენს მანქანებს თუ რამე ემართება ხოლმე იშვიათად ემართება ჩვენ მხარე ხადავეს, იმიტომ რომ სულ აქით რო დავდივართ ეს ლუკები და ისინი თუ რახარუხი გაუდის ხოლმე რა და სულ აქით ამ მხარეს აქვს ხოლმე პრობლემა თუ აქვს. იქით ამ მხარეს საერთოდ არ გამიგია რომ იმეს პრობლემა ქონდა ჩვენს მანქანებს რახან ყველა ინგლისში დადის. ნუ ინგლისმან გრეისები ვისაც აქვს. ახლა მინდა იქით გადავიდე უკვე მოტოციკლეტი მომყვება, მაგრამ ავე აი პატარ-პატარ ლუკები და რახარუხი ჯერ ხო შევირყიე და მე კიდე მანქანას ფუჭდებადო და მანქანა რო ფუჭდება, მაგი მე არ მაწყობს. იმიტომ რომ ჩემი ლომი უნდა იყოს სულ გამართული და Через 600 метров. და რამე რო იყოს მე 1-2 დღე უნდა ანუ თუ 45 გამიწეს მე შეიძლება 45 არ ეყოს და თუ რამეა გასაკეთებელი მე უკვე გადამისცეს 1-2 დღე და მე დღეების დაკარგვა აქ არ მაწყობს რა. ამიტომ ყოველთვის უნდა იყოს გამართული ეს. რომ ბევრი დრო არ დავხარჯოთ. აჰა, ნუ აი საცობებით ხა როდის გავალ ვინიცში. ანუ ინგლისიდან ლონდონი, საფრანგეთიდან პარიზი, ბელგიიდან ანტვერპენი, ჰოლანდიიდან როტერდამი და პრინციპში არც ამსტერდამი არ უჩივის. აი ესეთ ქალაქებში მოკლედ სულ ესეა ხოლმე რა, ბევრი შუქნიშნები, სულ საცობები და ასე შემდეგ. Просто ინგლისში ხო გეუნებთ ერთი ის ასწორებს, რომ აი ხა წარმოიდგინე მანქანა როლზე ვარ გადასული, ვერ დავეტევი აქ თო. აი ხა როგორ უნდა შეხვიდე ისე რომ იქით არ გადახვიდე ცოტა, იმიტომ რომ აი გადასულზე თორე პრინციპი არ შემოვიდო და ხა ზუსტად ჩემ ზოლზე რო დავდგე აი იქ სარკინაზე ზედა სარკინა. და ლონდონში ზოგადად ღამეს რომ მოხვდე აქ პარკინგები აი ძალიან ეს ლესნოი პარკინგები ძალიან გადაჭედილია. ისე ყველა პარკინგი გადაჭედილია მოკლედ აქ. და დიდად სანდო ქალაქი არ არისო ესენი ძახიან და მე მადლობა ღმერთს არაფერი შემთხვევა არ მქონია, არანაირი შემთხვევა არ მქონია ეს აქ. სტენტის გაჭრა და ზოგადად არა სალიარკის მოპარავ და რაღაცა მსგავსი მე არაფერი არ მქონია, მაგრამ ახლა ეს პარკინგი აგერ რო არის, ეს საღამოზე უკვე ანუ ბევრი რო არ არის, ახლა რამდენი მანქანა დაეტიოს 2-3, მეტი ხო არა რა.
და 2-3 რო დაეტევა აქ და 2 უკვე დგას, ანუ ახლა 4 დაეტევა პრინციპში, ან 5 მანქანას. 5 მანქანა რა არის ამ ხელა ქალაქისთვის და უზებ შევისება. აი ცოტა იქით გადავიდეთ, ეხლა აქ საინტერესო აღარაფერი აღარა. ეხლა ეს აქ მიჩვენებს, აი ეს კირპიჩივით რო არის, წითელი დაკეტილია. და წესით, აი ვერ გავიგე, არ უნდა იყოს დაკეტილი წეს ხან. არ ვიცი, ან ღამე იყო ხოლმე და ღამეა დაკეტილი და მე ავიწყდებათ ამ ტერენში გაზიარება, რომ აღარ არის დაკეტილი, თუ რა ხდება, არ ვიცი. ის მიჩვენებს 60 კილომეტრს, 70-ს ეხლა და მინდა გაიგე, რომელს უნდა გაყვეს, სანამ არ მიხვალ და არ ნახავ, ხო? და ეგერ მიჩვენებს, რომ ეს დაკეტილია, აი. ეს ფლატ რო არის რაღაცეები. ვარა და მე უნდა წავიდე მოუხლანო, მე ეხლა ის ეგ მიჩვენებს, რომ უნდა წავიდე აი ეს. ნახოთ აბა. არ ამგონია ეს მართალი იყოს. ნუ ეგეც გამოცდილებაა უკვე რა, ნახოთ ეხლა ეს ჩემი გამოცდილება გამოდგება ამ შემთხვევაში თუ არა. ერთჯერობით აქ არაფერი. ო, არაფერი არ ხდება ვაფშე აქ და რატო აჩვენებს ეგ არ ვიცი და. აჰა, ეხლა გადაალა. შეცდა ჯიგარი, შეცდა. ტრიკაი არ დაუჯერე. Сверните на съезд. Сверните на съезд. მორიგი საცობი. აგერ 4 კილომეტრი ნახევარი დამრჩა. თითქმის მოვედი. ურა დანგრეული გზა. და ძალიან გამეწელა ამ საცობებში მოკლედ რა და აგერ ნახე ხიდზე მანქანები ზემოდან დგას შეხედე. საქართველოში ხიდზე დაყენება არ შეიძლება, არც ხიდქვეს არ შეიძლება, აქ შეიძლება, აქ ქუჩაში შეიძლება გაჩერება. ანუ ამ კანონებს ისე წერენ, ვის როგორ აწყობს, ხვდებით? ანუ აქ თუ საფრთხე ექნება ხიდზე მდგომი მანქანით, იმას რა ქვია, საქართველოს თუ საფრთხე ექნება და ზოგადად სხვა ქვეყნებში, ბელგიაშიც მოსულა ხიდზე გაჩერება და რაღაცეები. საქართველოს ანუ ეს ხალხი, ამათი ხალხის ცხოვრება არაფრად არ ღირს, ანუ ვერ გაიგებ რა, ანუ ამ კანონებს ისე წერენ და ისე იმაშვებიან. ცოტა სხვა თემაზე გადავედი ახლა, მაგრამ ცოტა დასაფიქრებელი მომენტია და მე რო დავფიქრებული ვარ, ვერაფერი გამიგია სიმართლე გითხრათ, ანუ აქ თუ შეიძლება ხიდზე, იქ რატო არ შეიძლება? ან მაგალითად ცოლის მოყვანა, რა ვიცი, საქართველოში 2 ცოლი არ შეიძლება პირობითად, ხო ეხა. მაგრამ არაბეთში ცოლი რომ მოიყვანო 2, რა სამო, კაცო მაგარი კაცი ხარ, ამდენ ხალხს ინახავ. ან სხვა ქვეყნებში კიდე. ანუ აქ შეიძლება, იქ არ შეიძლება რა და მიდი და გაიგე ხა შენ ვინ როგორ რატო წერს ამას და ვის რაში აწყობს ამ წესების მიღება. უამრავი სხვა რაღაცა არის, რაც იქ შეიძლება, აქ არ შეიძლება, კაცო, რატო? ეხლა ცოლებზე ბაზარი არ გამომეკიდოთ, მაგრამ აი ხიდის შემთხვევა რო ავიღოთ, აი ჩვენთან თუ საფრთხე ექნება ვიღაცას და შეიძლება ის ხიდი ჩაინგრეს თუ რაზეა გათვლილი, არ ვიცი, აქ რა არ არის მაგის საფრთხე.
თუ აქ რამე უფრო მაგრა არის გაკეთებული, კი ეხა შენობები და რაღაცა, მაგრამ აი ზოგადად გაიხედეთ, აი რამე განსაკუთრებული არის, ჩვეულებრივი გზაა დანგრეული, როგორც ჩვენთან უკეთესი გზებია დაჟე. ლონდონი დიდათ არ მომწონს, ეხა ლონდონის რაღაც გარე იმაში ვარ მეც რა და აი როგორი გზები, აი ფოთში რო არის ტრაილერების გაფუჭებული გზები, ეგრე არის, მაგრამ აქ ტრაილერი ჩვეულებრივი მოვლენა ფოთში საქართველოს თუ მარტო ფოთში და იმაში დადიან, აქ ყველგან დადის ტრაილერები, აი ვაფშე ყველგან. ყველგან ეგეთი სიტუაცია, ინგლისის გზები არ მომწონს და აი დააკვირდეთ, ხო? სულ არიან ისინი შემოყრილები, რა ქვია, ინდოელები რა. ამათ მერი ყავთ თუ რაღაცა, არა ისა, არა ადგილობრივი და როგორც დუბაიში ჩახვიდეთ და არაფერს ძალიან ცოტას რო ნახავ ძირითადად ეს ინდუსები და ისინი რო არიან ჩასულები, აქაც ეგეთი სიტუაცია, აქ თავისი ხალხი, ასე ვთქვათ, რაღაცა გააუმჯობესა კანონი თუ რაღაცა და მოგეთ ბევრი ჩამოიყვანა და მუშახელი ბევრია ეგენი. ტურისტულ ადგილებში თუ გახვალთ, იქ კი ბატონო, ტურისტებია ბევრი და რაღაცა, მაგრამ დანარჩენი ბევრგან რო დადიხარ, ბევრგან ხვდებიან ეს არ აქაურები. ლონდონს ვიძახი და მე დიდად ლონდონით აღფრთოვანებული არა ვარ. ანუ ერთი ნახვით რო ნახო, კაცმა ყველამ უნდა ნახო, ჩემი აზრით, ასწორებს რა, მაინც ლონდონია და სხვანაირია და ბევრი რაღაცაა ისეთი, რაც მართლა გაგისტორდება ადამიანს, მაგრამ დიდად მე ინგლისი და ლონდონი მით უმეტეს პირადად ჩემში არ დაჯდა ეს ქვეყანა და ეს ქალაქი. საცხოვრებლად. Съезжайте с перекрестка с круговым движением. კილომეტრი და 200 მოვედით ხა ჩვენ. Поверните направо. Затем поверните направо. ახალი მარშრუტის გამოთვლა. ეს მომწონს ძალიან. ასეთი ორმაგი კავშირი მძღოლებს შორის არც ერთ ქვეყანაში არ არის, არც ერთში. აი მოვედით მოკლედ რა. Hello chef, how are you? Good. Where you want to go? Palette? Huh? Chap? I don't know. I show you photo, okay? I am first time here, I don't know. Yeah, but which company? What do you have it? Which company? Wait, please. Sorry, one moment. No problem. No problem. I'm waiting. Please, look, please. This is loading here and unloading Netherlands. They are working, yes, or closed? It's okay. Okay. Where do you come from? I Yeah? from Georgia. Truck is Poland, but I'm Georgian and speak Russia. You need Хорошо. Хорошо. You need to give me instruction. No, you need to go that one instead, and that you don't mention there any. I think so. The chap. Chef, I think so. Okay, so go that one. Is there writing the chap entrance lorry? Is there? Okay. Okay, thank you. Горизонтальная ориентация. Показывает регулятор на область изменения. Проведите вверх, чтобы скрыть. I know only one thing. Иди сюда. Иди сюда. До свидания. აი ჩიპი არისო, მოკლედ იქ შედიო, ჩეპ ესე ქვია. პალეტებია, მე მგონი აქ ცარიელი პალეტები და ჰოლანდიაში პალეტების დაჰო პალეტებია და როგორ არ მევასება ეს პალეტები. ახალი მარშრუტის გამოთვლა. ანუ აქ არ ვიცი, აქ არ ყოფილი ვარ, მაგრამ პალეტებში რო ვარ, ბევრი ხანი მინდა ხოლმე ლოდინი ძალიან, აი ძალიან ბევრი ხანი და კასკა უნდა ჩაფხუტი უნდა დაიფარო და რა ვიცი, რა თქმა პალეტის დაფარების დროს ჩაფხუტი, მაგრამ ნუ უნდა თა და ეს ჩაფხუტი მერე გძვრება, იმ დროზე ვითქვით უნდა იხტუნაო ეს ისინი ჩამოიღო მერე ნუ კაროჩე არ მევასება რა ეს პალეტი. და აქ რეგისტრაცია კიდე ონლაინ და ამათი პროგრამა უნდა გქონდეს გადმოწერილი და მე კი მაქვს, მაგრამ 10 შემთხვევიდან 8ჯერ რაღაცას ვერ ვაკეთებ თუ აი ეგენი ამათ არ აქვს გამართული, მარტო ამ კომპანიასთან მაქვს აი ეს პროგრამაზე პრობლემა. ეხლა არ ვიცი ნახოთ აბა, მაგრამ ეს კომპანია არა, ეს ლურჯი პალეტები მაქვს დასაღები. აი ეხლა ჩავედი მე და ტენტიც უნდა გავხსნა, ყველაფერს ვერ გადავიღებ, იმიტომ რომ მეორე ტელეფონი მაქვს.
ტენტიც უნდა გავხსნა, ყველაფერი გავანთავის, უბრალოდ სალი მხრიდან დატვირთონ. ჯერ უნდა გავიგო რომელი მხრიდან დატვირთონ. რეგისტრაცია, კაი მოდი აბა რეგისტრაციას ვნახავ აბა. და გადავიღებ მაგას. აი პალეტებს როგორ ჩალიჩობენ, როგორ აწყობენ. მოკლედ ოფისი არაა, გაკეტილია ყურა და. ora, просто რიქს უნდა გამოყო იმ ზღოლმა მითხრა რა. ამიტომ ავიდეთ. გარეთ ჩვენს მანქანასთან. და ესეთი ბუსკასავითაა რაღაცა და აქ არის ტელეფონის ნომერი თუ გაგიჭირდება დაარეკავთ რუსული არაა სამწუხაროდ. აერჩიოთ რუსულს, რუსკი და სარეგისტრირებაც და მოკლედ მიყვებით ინსტრუქციას აგერ გეუნება თუ თია კარტო და აკრავთ ამ თითს რა. პრინიად ამათ მიიღებს მოკლედ რომ ამას ეთანხმებით პრინიად და აქ ჩაწერთ იმ ნომერს თქვათ რაც გქონდა ეხა მე არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს და ეს მოძებნის ამოგიგდებს და მე მიყვებით ამ ეხა არასტორია ამოწერა რა. ვიდრე როგორი ზაგას. მოკლედ ასე მიყვებით და ეთანხმებით და ელექტრონული რეგისტრაცია არის ეს ძალიან ბევრი რაღაცაა გასატარებელი მოგეთ. მანქანის ნომერს ჩაწერთ თქვენ სახელს და გვაქვს ფირმის სახელს, პრინციპის სახელს და ყველაფერს გეუნებათ რა მოკლედ. თუ არა და ამ კონკრეტული ფირმის აპლიკაციას გვაქვს და ონლაინად შეიძლება გატარება. ეხლა მე მაგალითად ონლაინ გავიარე რა. აი ეს აპლიკაცია არის. აი ეს რაც არის, აი ჩიპ წერია, აგერად ჩიპ წერია. და აქ რო შევალთ, აგერ მე გავლილი მაქვს უკვე რა და წვანე ვარ უკვე მელოდია. მოკლედ განსაკუთრებული არაფერი ხანდახან გაუგებრობაა, მაგრამ იმას იზავთ რა ქვია. კოლეგები იქნებიან და გეტყვიან რა და როგორ. ატმენა, главный меню, хорошо. Всё, სხვაც მოვა და ერთ შეთავაზ იმერზე გააკეთებს. ოფისის გარეშე რეგისტრაცია დაახლოებით ამ ფორმით ხდება. სხვადასხვანაირი მონიტორებია, სხვადასხვანაირი კამერები. და ამასობაში 2 საათი და რაღაცაა მე აქვს გევარ და სულ დამჭა 2 საათზე ნაკლები საერთოდ როდან 15 საათიდან რომელიც გემზემდა და გამიხარდა 15 საათი იმიტომ ავიღე დღეს. ანუ 13 საათი უკვე დამემთავრდა რა. დღეს ამდენ ლოდინში და იმაში. ნუ ეს ცუდია ჩემთვის რა. აქ სულ ესე არის ხოლმე ეს პალეტები, იმიტომ არ მიყვარს რა სულ ესეა ხოლმე ბევრი რიგია და სულ ლოდინია, მაგრამ რა ზატომ სუბუქი თვირთია და მალე წახვალ კაც. ეხლა ეს მოვა ალბათ მე დამიძახებს. აჰა, წამოვყევიო მითხრა. Просто გასვლის დროსაც როგორც დარეგისტრირდი, ისე გასვლის დროსაც უნდა დააფიქსირო აპლიკაციით რომ გახვედი. ან იქ ეხა კონკრეტულად არ ვიცი, მაგრამ სხვაგან ამნაირ ორ ადგილას დავდივარ, სხვა ობიექტზე, სხვა ფილიალებში და იქ ჩვეულებრივად შესასვლელში რეგისტრაციის მონიტორი ცალკეა, გასასვლელში ცალკე და რაღაც 2 ფუნქციას გაძლევს ქსეროქსის აპარატებითაც დგას. ეს მეტყვის ალბათ აგერ 2-ზე დადიქიო და დავდგები 2. გაუნთავისუფლებ პრინციპი ძალიან მალე იმიტომ რომ წინასწარ განთავისუფლებული მქონდა და ეხლა ველოდებით კაბინაში, იმიტომ რომ აქ რაღაც წესები წერია. აი მაგალითად ინგლისში აქვს ძალიან უაზრო წესები რა, ეხლა რომ დააკვირდეს, გასაღებიც უნდა მისცეს, სიჩქარეც უნდა გაანეიტრალო, რუშთვინიც უნდა დაარტყა. აი რატო უნდა წავიდე ეხლა აი აქედან პროსტა გამაგებინეთ. აი ასეთ მდგომარეობაში რატო უნდა წავიდე? ხანდახან სისულელეები ახლა. ხანდახან გასაღებს ხო მიცემ, პაკრიშკებში იმებს ხო დაუდებ. კიდე პრინციპის შლანგს გახსნევინებენ და იქ რაღაც ბოქლომებით გაკეთებინებენ, რომ ეს ჰაერი რო აღარაა პრინციპში აღარ დაიძვრება, ხო? მაშინ იცლება. ხო და აი იმ შლანგსაც გახსნევინებენ და ხანდახან ამავდროულად ყველაფერ ამასთან ერთად თამდა წახვიდე რომელიღაც ნუ სასიამოვნო ოთახებია პრინციპში მოსასწრელი, მაგრამ იქაც უნდა დაელოდო. სად უნდა გავიქცე ადამიანო გამაგებინეთ პროსტად. აი რაღაც უაზრობები აქვს ხოლმე ხანდახან, აი გავიგე წესრიგი არ არის ცუდი, საჭიროა რაღაც პონჩი უსაფრთხოა და რაღაც, მაგრამ ზედმეტობა ხო არსად არაფერში არ ვარგაა რა.
ხანდახან ასე არის ხოლმე რა. ხა კასკით უნდა ვიარო მაგალითად, თან მანქანაში უნდა ვიძე კასკით. რა ვიცი, აი გაუგებარია ხანდახან ვერ გაიგებ, მაგრამ აქ ეს უცნაური რაღაცებია, რომელიც მოვადრო და გაგაღიზიანებთ რა, მაგრამ არაფერი გასაღიზიანებელი არაა პრინციპში, იმიტომ რომ 100-ია და ეხლა რა სიზავ, ეხლა 1000-ში ერთხელ ესეთი უაზრო წესები უნდა აიტანოთ რა. ვერაფერს ვერ ვიზავთ. აქ ეგრე ითხოვენ და არა უშავს, კი ბატონო, ჰა, თუ ეს გაგაბედნიერებთ, კი ბატონო, დავეხურავ ამ კასკას მანქანაში და ვიждები. ჰა, მოდი სიგარს. მაგარი კაცია პოლონინეს სუკუროები იძახა. სუკუროები და იბანები იძახა. არა ვასება ამასაც ეთყობა ეს ადგილი. ასე უაზროდ ბევრი ხანი რო ხარ ხოლმე. მოკლედ ეს დატვირთეს ბოლომდე ეხა დავკეტა და წავალ. შემთხვევაში ამ ალუმინის ბოლომდე უდეთ ეხა უკან დამრჩა და ეგ არის. იმ ტენს გადმოვწევ ხა აქ და უკანაც გავუკეთებ. მოკლედ დავკეტე და წავალით. რაღაც კიდე რიგია გასვლაში. 2000 years later. მოკლედ ძალიან გაწელეს დატვირთვა და რომ დავიტვირთე ხო დატვირთვით მალე დამტვირთეს, მაგრამ თვითონ დატვირთვამდე მისვლა გაიწელა ძალიან. ხო და დატვირთვამდე მისვლა რო გაიწელა, მერე გამოსვლა გაიწელა კიდე უარესად და მოკლედ ესე დაგვეღამდა დღევანდელი დღე. Через 500 метров перекрестки с круговым движением сверните на третий въезд. Через 600 метров მელია, ხედავთ, съезжайте с გადმორბოდა перекрестка და с круговым движением. ჯიგარი მელია. მერე წავიდა უკან. აი ეს პირდაპირ ლონდონის ცენტრია, ის მაღალი შენობები. არა არ ჩანს ეხლა აქ. ხა ცოტა ვჩქარობ, იმიტომ რომ იმდენი ხანია, იმაზე ვარ 32 წუთი დამრჩა სულ საერთო დროს და სატარებელიც და ამიტომ ეხლა სადმე ახლოშივე უნდა გავჩერდე, თორე არ გამოვა სხვანაირად დღეს. ეს ჩემი პალეტებით გოგლი მოხსვაკეთებ უკან. აი ამას გეუნებით, აი უნდა გაატაროთ მანქანა და ისე გათვალებთ, რომ ეგრევე გახვიდეთ რა, რომ აღარ დადგეთ აქ და აღარ ელოდოთ და მე აქით. ეხა მაგრათო ხლავს სალი არ გას რა, ბოლომდე მაგაზი აყრელი. Сверните на съезд. Затем поверните направо на съезд. გაუფშდა მანქანა და როგორ დაკეტეს ყველაფერი. Поверните направо на съезд. ეხა უნდა გადავიარო აი ეს ლონდონის ხიდი, რაც ორი მხარეს აკავშირებს. ანუ აქედან იქით რომ მივდივარ, ეხა უკან რო ბრუნდები, ხიდზე უნდა გადავიდე. პოლონეთიდან აქით რომ მოვდივარ, მოკლედ გვირაბს ქვეშ უნდა გავიდე. ესე არის მოწყობილი, რომ აქედან იქით ხიდით გადადიხარ, იქიდან აქით გვირაბს, ამ იმ წყალს, რასაც გადავდივარ ხიდით, იმ წყალქვეშ გვირაბით გადმოვდივართ უკან. აი ეს ხიდია ეგ. ესე იგი ეს ხიდი აი ზევით ბოძები რაცაა და ტროსები რაცაა დაჭიმული არის 147 თუ 127 მეტრი, ანუ დაახლოებით 48 სართულის სიმაღლის რა. ხო და თვითონ იმიდან თვითონ
წყლიდან აი ეს ასფალტი სადაც დავდივართ 65 მეტრია, ანუ 22-23 სართულის სიმაღლე დაახლოებით. ეხლა თუ გამოჩდება აბა აქედან აი ეს ხიდი მოკლედ. აი ზევით რო ანთია იქამდე არის 157 მეტრი, ხოლო ასფალტამდე ეხლა სადაც ავალთ წყლიდან მაქამდე არის 65 მეტრი. ყოველთვის მეყვარს ხოლმე აქედან ზემოდან გადახედვა ასწორებს, მაგრამ და საფრანგეთში ვართ მე და ჩემი მეუღლე ერთხელ ნამყოფები. ამაზე ბევრად მაღალი ხიდი იყო, რაი ამაზე ბევრად მაღალი, იმიტომ რომ აღმართის დიდი იყო, დაახლოებით 3 კილომეტრია სიგრძეში. ეგეც ეგრე იყო დაახლოებით, მაგრამ ბევრად დიდი აღმართი იყო და იქ სულ ქარია, თან რამდენჯერაც მოხდით სულ ქარია. და საკმაოდ საშიში შეგრძნებაა, რომ ესე რო ადიხარ და ეხლა აქ კიდე მაღალი, ძალიან მაღალია. ეხლა ესეთი ხიდი, რა ვიცი, აქ არის მარტო პრინციპში და რა ვიცი, შეიძლება კიდე ერთი ორგანი იყოს, არ მახსოვდეს, მაგრამ ძალიან მაღალი ხიდში გადის ეხლა ეს აქითკენ. რა ვიცი, თუ ჩანს ეხლა აქედან ჩანს. აქედან არ გამოჩნდება ეხლა პრინციპში, მაგრამ აი რა ვიცი, რომ ნახოთ. და ამაზე კიდე უფრო ბევრად მაღალი ხიდი როა, თან უფრო ესეთი პერეკოსი, აი საკმაოდ ცუდი შეგრძნება იყო პირველად რო ავედი მახსოვს. ზამთარი იყო წასვლელებული, თან ხო ვიცი რომ ზამთარში ხიდები იყინება. Через 3 километра сверните на съезд. თან დატვირთული ვიყავი, თან მაშინ მეუღლე ახალი ჩამოსული იყო, მეუღლემაც არ იცოდა, მეც რამდენიმე თვის გამოცდილება მქონდა, ესე ვთქვა, დიდი ან თოლში და ყინვაში სიარულის გამოცდილება არ მქონდა ეხლა ევროპაში, არ ვიცოდი აქ რა ხდებოდა და ძალიან ისე იმავს ქედი რა, ის წარმოვიდეთ. რაც კაი შეგრძნებაა რა რო გადადიხარ. და იქ ძალიან შევჭამე პირველად რო გადავედი და მე შემდეგში მაგრამ ისწორდებოდა და გზას გვაძლევდნენ ხიდზე უნდა აგევლო, იმიტომ რომ ეს ხიდი ფასიანი იყო და საკმაოდ ძვირი ღირდა 100 რაღაცა ევრო ღირდა მაგაზე გადასვლა. ეს ეხა იაფია, ეს ფასიანი ხიდია, მაგრამ იაფია. და როცა ანუ აქედან იქ როცა მივდივართ, ხიდზე გადავდივართ, როცა იქიდან უკან მოვდივართ, ამ წყალს ქვეშ გავდივართ, აი იმ გვირავით, აი ჩვენს გვერდზე ეხა გვირაბი არის რა. კარგით, ეხლა ცოტა უნდა იმას აქვნა აქ, ვიყოჩაღო ესე ვთქვათ, რომ ჩემ 24 წუთში პარკინგზე მივიდე. პარკინგი კი ახლოსში მაქვს შერჩეული, მაგრამ აქ ყოველთვის ჭირს ხოლმე პარკინგები და სავარაუდოდ სხვაგან მომიწევს ასვლა. სულ 2 ადგილია ამ გზაზე, ან უნდა წავიდე იქით გზაზე და იქით რამოდენიმე პარკინგია, მაგრამ ის პარკინგები უფრო შორს იწყება. ამიტომ ესეთი რამეები გექთემათ გასათვლელი და აი ეს დრო გამოითვალე და რა ვიცი, მე პირადად ეს ამ ტახოგრაფისგან ვითომ კაიაო, რომ ბევრს არ გამუშავებენ და რაღაცაო, მაგრამ მე მუშაობაზე პრობლემა არა მაქვს და ამ ტახოგრაფის დათვალე, გადათვალე, გადმოთვალე, პაუზა აი უფრო შემაწუხებელია ჩემთვის ვიდრე ის მუშაობა და აი ხა საერთოდ არ მინდა გაჩერება 23 წუთი დამჭა, რაც მინდა ეხა გაჩერება, ჩაულებრივად ჩავალ პორტამდე, უპრობლემო პორტამდე ჩავალ, კაი, სადაც 96 კილომეტრი დამჭა, არა უნდა გავჩერდე და პირადად მე არ ვარ მაყოფილი ამნაირი იმითი რა ქვია, მუშაობის რეჟიმით, ასე რომ ვთქვათ. ჩემთვის ამ ტახოგრაფს უფრო მეტი თავისკივილი მოაქვს, ვიდრე რაღაც ის რა ქვია, კარგი. Через 400 метров на перекрестке с круговым движением сверните на первый выезд. ეხლა აქეთ გადმოვედით და შემოვედით რაღაც პატარა დასახლებაში. სადაც გვინდა რომ დაგხვდეს რამე პარკინგი, თუნდაც აგერ მანქანები არიან გაჩერებულები ეხლა და აქ თუ იქნება ადგილი კი გავჩერდები, აღარ წავალ იქით. მაგრამ აქ არ არის ადგილი. თუ არის იქ ერთი ადგილი არის, ბიჭო, მე მგონი. არა, აქ შესასვლელია თუ რა არის? არა, შესასვლელია ამის დედავად. თორე კი გავჩერდებოდი აქ, ნო. კარგი, ავხსნათ, წავიდეთ სხვაგან. მოკლედ ვართ პარკინგის ზებნაში დათვლილი დროით. აბა აქ არ არის ადგილი? თუ რა ხდება აქ? არა, აქ პროსტა არიან გაჩერებულები. არაო. იქ შევეტენებოდი, მაგრამ კაი, წავიდით.
და ერთუთი ეს პაკრიშკა ჩამოუშვა, ანუ 12 ტონაზე ქვევი თუ არის. არ იმაშვება, არ ეწევა ამ პაკრიშკას და ეხა მე აქ უნდა ვიარო რაღაცეებში და იმიტომ ჩამოწეული პაკრიშკით მირჩევნია, უნდა ვიზრომიალო რაღაცეებში. Съезжайте с перекрестка с круговым движением. ეხლა კიდევ პირდაპირ. აი, აშენებენ ახლა. Через 500 метров на перекрестке с круговым движением ეს პრინციპი ხომ მომყვება, რა? съезжайте с перекрестка с круговым движением. არ დარჩეს. სადმე ლონდონში. პოლონეთში რო ჩახვანდა. მარტო მანქანით რო ხარ პრინციპი რო აღარ გაქვს. კარგით უნდა გავთიშო ხა მოკლედ თითქმის ცოტაღა დამრჩა, მაგრამ იქ თუ არ იქნა მე უცებ უნდა მოვძებნო იმის შემდეგი პარკინგი. პრინციპში არ მომიწია ბევრი ჩალიჩი, რავი, აქვე კი დამხვდა და ეს ცარიელი რატოა აქ? რამე ზნაკი ხო არ გამორჩა, აქ შეიძლება გაჩერება, იმიტომ რომ რაღაც ძალიან ცარიელი არის კაცო. მაგრამ აი, უნდა გავჩერდე მე სხვა გზა არა მაქვს მაინც. სადღავი არა, ხა 17 წუთი დამრჩა და აი მოდი პრინციპი წინ გავჩერდები უკან მანქანებს ცოტა ადვილად და იმას დავუტოვებ ადგილს, იმიტომ რომ აქ ჩაყენება ძნელია ხოლმე რანა. იმიტომ უკან ორი მანქანა კიდე დაეტევა იდეაში და აა ბატონო. ავსიო, მორჩა ჩვენ დღევანდელი სამუშაო დროც, რომელიც გაიხარჯა ამ ბოდიალებში და უაზრობებში, აქ მაგ დრო დანიშნული. გეტყვით რა 16 წუთი რო დარჩა, значит 14 საათი და თითქმის 45 წუთი. ამიტომ დავკეტოთ მე და 9 საათიანი პაუზა გავაკეთოთ. ქვევით ვადიტელ 1, კანესტრანი UK, ოკეი. უკან, ოკეი. всё, მორჩა ჩვენ დღევანდელი სამუშაო დრო და აქ მე რას გავივლი, ეხა თუ ძმა ხარ. კი შეიძლება ესე ფეხით просто გავლა რა. просто არ გამიმართლა ეს დღეები, ვერაფერი წესიერი ადგილები ვერ მოხვდი. აი, მოკლედ მორჩა ჩვენ დღევანდელი სამუშაო დროც. დავისვენოთ ეხა რაღაცეები კიდე გავაკეთოთ, ცოტა ალბათ გავიაროთ კიდევაც. თუნდაც აქვე. აი, მაქსიმუმ 1 კილომეტრს გავივლი, მეც ვერ გავიწი, ნოგან ხო არ ვიბოდიალებს სულელით. თან დაღამდება. კაი. всё დღევანდელი დღე მორჩა მოკლედ ეგ არის.